თბილისში. ბავშვობა ყვარელში გაატარა, პატარა ქალაქში, სადაც პირველად იგრძნო სცენის და მუსიკისადმი ვიზიტულობა. სწავლა წარჩინებით დაამთავრა თბილისის 51 საშუალო სკოლაში და შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელა. მისი ტალანტი მალევე იქცა საერთაშორისო აღიარების საგნად. 2005 წელს 17 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო იურმალის ცნობილ მუსიკალურ ფესტივალში New Wave, სადაც ჟიურის სიმპათიის ტიტული მიიღო და ტოპ 5-ში მოხვდა. 2009 წელს საბერძნეთის იქ ფაქტორში მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა, რაც დიდი ნაბიჯი იყო ევროპულ სცენისკენ. 2012 წელს ჯიბეში მხოლოდ $300 და გულში დიდი ოცნებებით ამერიკაში გაემგზავრა. ის ქვეყანა, სადაც ბევრისთვის ყველაფერი თავიდან იწყება, მისთვისაც იქცა გამბედაობის, შრომისა და განახლების პლატფორმად. 2016 წელს ბროდვეიზე მიიღო მონაწილეობა მუსიკალურ სპექტაკლში. 2017 წელს გამოუშვა საკუთარი საავტორო ალბომი, რომელიც გულწრფელად საუბრობს ცხოვრებაზე, სიყვარულსა და გამძლეობაზე. მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტი დადგა 2020 წელს, როცა პანდემიის დროს დაკარგა ორივე მშობელი. ეს ტრაგედია გამანადგურებელი იყო, თუმცა მაინც აიღო მიკროფონი ხელში იმისთვის, რომ გადაერჩინა იმედი. ის არ არის მხოლოდ არტისტი, ის ასევე არის დედა. ყავს ულამაზესი 17 წლის ქალიშვილი, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი შუქია. მსახიობი, სიმღერების ავტორი, ვოკალის პედაგოგი, კონკურსების ორგანიზატორი და შთაგონების წყარო უამრავი ადამიანისთვის. სცენაზე გთხოვთ ნინი შერბაძის. წერებოდა ნინი, რომ მაკიაჟი თუ გააკეთებელი მან და ასე ისე და სულ ყველა გაგიკეთებია, შემოწმებლებმა ჩამორეცხა იქ ყველაფერი. მაგრამ მაინც ხო ძალიან ლამაზია. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს თქვენი დაჯილდოება. არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნის, მე პირველ რიგში salmები დამსწრე საზოგადოებას თითოეულ ემიგრანტს, რომელსაც უდიდესი გზა აქვს გავლილი, დიდი წვალება, რათა ფესვებს არ მოწყდნენ, თავიანთი ახლობლებთან ახლოს იყვნენ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ინას, რომელიც 10 წელია იღწვის და მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ახერხებს თითოეულ ადამიანთან ურთიერთობას, მათ მოძებნას, მათ შეკრებას და ქართულ საზოგადოებას, საქართველოს საზოგადოებას აცნობს ყველა თითოეულ ადამიანს, რომლებიც სანთლისაზე ყავს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძალიან ძვირფასია. თქვენ რაც გეხებათ ჩემო ნინი, თქვენ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხართ, თქვენი წრემლები ძალიან გულწრფელია. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ თქვენში მოქმედებას. და დიდი მადლობა ამ ისთვის, რომ მე მომეცა საშუალება თქვენი დაჯილდოებას. ხახმა ჩაისოთქე, დამშვიდი და გისმენთ. 3-4. ინა ეს რა მიქენი? ხახო ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩემ ინა ასანიძეს. ესეთი პატივისთვის ძალიან ტირალა ვარ, ვიცი, მაგრამ ნუ არ შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა ქართულ დიასპორას, ჩემს უსაყვარლეს ინას, თქვენ ყველას. ძალიან დიდი დაფასება ეს ჩემთვის და ძალიან დიდი პატივია. იმ 13 წლიანი გზის გავლის შემდეგ, რაც მართლა ამერიკის ემიგრაციაში გავიარე და გამატარა ცხოვრება,
რაც არ გკლავს გაზლიერებს ონა თქვამია და თუმე მართლა ძალიან ყოფილი ვარ არ ვიცოდი ყველაზე მეტად დღეს აი ამ ჯილდოს გადმოცემა და მთელი ამ ხელა ბიოგრაფიის წაკითხვა ალბათ დედაჩემს გამხარდებოდა და მამაჩემს და ყველა ჩემი წარმატება ეძღვნება მათ იქ სადაც არიან სწორედ მათი ინიციატივა იყო რომ მე უნდა წამოსულიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია არ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ჩემი შვილისთვის ჩემი ქვეყანა უნდა წარმომეჩინა ღირსეულად და ვცდილობ მაქსიმალურად რომ იმედი არ გაგიცრუოთ თქვენ არავის და ვცდილობ რომ ღირსეული წარმომადგენელი ვიყო ქართული დიასპორის უცხო მიწაზე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის ხოდა ხანსანამ ამოსუნთის საშუალებას მიცემ მინ ჩემი დიდი ხნის მეგობარია და დაახლოებით 20 წლის წინ ამ იმპერიაში როცა მის ბიოგრაფიაში იყო და გამიმჩნდა და ყველა შეეყარა თავი მე ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა იყო რომელიც ძალიან მიყვარდა ეს ტრადიცია ჰქონდა საერთოდ რომ მოხვდებოდი უკვეთავდი ხოლმე ამ სიმღერას უსმენდი ტყუებოდი და მე ურეკავდი და უგზავნიდი და ვასმენინებდი ხოდა რადგან ეს მაშინ ხდებოდა სატელეფონო ან რადიო საშუალებებით და ახლა ამ 20 წლის თავზე გვერდზე მიდგას საჯარო ვთხოვრო რომ სიმღერა გვიმღერო თუ შეიძლება ამ ემოციების ფონზე რომ მინი შერმადილი დიდი მადლობა მე მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩემი მეგობარი იგივე ჩემი ძმა ირაკლი შარაძე და ესე ის კონტაქტ აკუსტიკის ხო Excuse me, could you please add more reverb on the microphone? Thank you. ტირილის მერე როგორ გამომივა, ის მე რა ვეცდები. მეორე მიკროფონი შეიძლება რომ აქ გავახმოვანებ. მადლობა გამოტანებული ნაწილიანად.
გუშარაძე. Michal